მშვიდობისა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს არის 23 ოქტომბერი, ხუთშაბათი დღე და დილის 9:30-დან სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმენიძე ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას. მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოერთდით ტელევიზორებს და რა თქმა უნდა, როგორც სალომე აღნიშნა, 11:09-ამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და თუ რას ვნახავთ გადაცემაში, ეს მცირე ანონსიდან შევიტყოთ. დღეს 23 ოქტომბერს დილის ტალღის ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. გაგიზიარებთ უგემრიელესი და უმარტივესი კორეული ფუნჩოსა სალათის რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი. ახალი ამბები ონლაინ სივრციდან, ცნობილი სახეების შოუ ბიზნესის ამბები, მნიშვნელოვანი აღმოჩენები და პლანეტის ყველაზე გამორჩეული მოვლენები რუბრიკაში ვებ-სიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 23 ოქტომბრისა და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარი პროგნოზი. სტუდიაში მუსიკალური კლიპის პრემიერით დაგიბრუნდებით. მომღერალი ანდრი გუჩმანიძე და გუნდის ხელმძღვანელი ნატალია ვადაჭკორია ისაუბრებენ, რა იყო კლიპის ინსპირაცია და როგორ მიმდინარეობდა გადაღებები. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. პირველი ნახატები, პიანინო და ქორწილის სტუმრების სია. კიდევ რა ძვირფას და მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება მხატვარ ნინო ნიჟარაძის საყვარელი ნივთები რუბრიკაში სკივრი. გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ იშვიათ გენეტიკურ დაავადებაზე, კაბუკის სინდრომზე. სტუდიაში სპეციალისტთან ერთად გავიგებთ რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება ის და რამდენად შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ესე იგი მარტივი ცვალებადია მე მგონი ეს ოქტომბერი დილიდან მეგონა რომ ძალიან კაშკაშამზე იქნებოდა დღისით და უცებ მოიღრუბლო, უცებ წამოწვიმა კიდეც თურმე, ასე გადასარევის სითბო იყო, როდესაც სახლიდან გამოვედი, თუმცა როდესაც სამსახურამდე მოვედი, უკვე მანქანის შუშაზე წვეთები, მე უფრო გადაიზარდა ეს წკაპუნა, შხაპუნა, წვიმაში და მოკლედ არ ვიცი, ნახოთ რანაირად გაგრძელდება ტემპერატურული ფონი ჩვენს ქალაქში და არა მარტო ჩვენს ქალაქებში, საქართველოს სხვა ქალაქებშიც. დავიწყოთ ჩვენი ქალაქით 23 ოქტომბერს ნარევი ამინდია და პლუს 23 გრადუსი. საკმაოდ სითბოა, თუმცა გაწვიმდება თუ არა დღის განმავლობაში, ამას მოგვიანებით გადავამოწმებთ კობასთან. 22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქობულეთში, 19 გრადუსი სითბო იქნება ქედაში, შუახევში უნალექო ამინდი და 17 გრადუსი სითბო, ხულოს რაც შეეხება მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს. დაბალია ჰაერის ტემპერატურა მთაში და დღეს გოდერძის უღელტეხილზე 9 გრადუსი სითბო იქნება. ოზურგეთში +21, ურეკში 22, ასევე ლანჩხუთში 22 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ჩოხატაურში +21, რაც შეეხება ბახმაროში ნალექიანი ამინდი და +12 გრადუსი. არა წვიმს და ეთყობა მე ვერ ხედავ კარგად გრაფიკაზე. 22 გრადუსი სითბო ანაკლიაში 22, ასევე სოხუმს რაც შეეხება დღეს მოსალოდნელია 21 გრადუსი სითბო, ზუგდიდში კი 24 გრადუსამდე გათბება ჰაერი. კოპიტნარსა და ქუთაისში +25 გრადუსი, საირმეში კი 20 გრადუსი იქნება დღეს. დღეს 23 ოქტომბერს მესტიაში 15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 19 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბურჯომში, ბაკურიანში 14, აბასთუმანში კი 15 გრადუსი სითბო იქნება ნალექიანი ამინდის ფონზე. ახალციხეში +21, გორშიც ასევე 21 გრადუსი იქნება, ცხინვალში 20 გრადუსი, თელავში კი 21 გრადუსი და უნალექო ამინდი. და ბოლოს დედაქალაქი, საინტერესოა თბილისში როგორია ტემპერატურული ფონი, დღეს 23 ოქტომბერს უნალექო ამინდი და მაქსიმალური ტემპერატურა 23 გრადუსი სითბო. საკმაოდ კარგი ამინდია მოსალოდნელი, ესე იგი ცვალებადი და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდები, უმეტესად უნალექო ჩაივლის, ბორჯომი და ბაკურიანი მახსოვს რომ იწვიმებსო, თუმცა ბათუმში მაინც უნალექო ამინდს პროგნოზირებ. დეტალურად ამინდის პროგნოზის შესახებ, რა თქმა უნდა, კობა გვეყვის. მაინც ჩვენ რომ არ გვენდოთ. არა, სანდო, ესეც კობას გამოგზავნილი პროგნოზია, თუმცა მაინც ვრცლად უფრო გვეტყვის ჩვენი სინოპტიკოსი და ჩვენი განწყობის გენერატორი კობა ფარტენაძე. ნამდვილად, თუმცა თქვენც უნდა შეიქმნათ თქვენთვის კარგი განწყობა დილიდან, მოიხარშეთ ყავა, ჩაუჯექით დილის ტალღას და განსაკუთრებით ჩაუჯექით ახლა ვალუტის ოფიციალ კურსს და თვალი ვადევნოთ გაიზარდა თუ არა კიდევ ერთხელ ოქროს ფასი, რომელსაც სალომე წარმოგიდგენს.
ეროვნული ბანკის დადგენილებით ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა და დღეს 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 71 თეთრი ეღირება. ევროს ფასმაც დაიკლო და გეტყვით, რომ დღეს 1 ევროს 3 ლარად და 14 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ფასიც დაბალია შედარებით გასულ კვირებთან და დღეს 3 ლარად და 62 თეთრად შეიძენთ. ხოლო თურქული ლირის ფასი სტაბილურია, დღეს 23 ოქტომბერს 0.06 ლარი ეღირება, ანუ 6 თეთრი. აქვე გადავავლოთ თვარი ბიტკოინების ფასს, ძალიან ბევრი ადამიანი ბიტკოინებს შეიძენს და უკვე სამომავლოდ ამაში დააბანდებს ფულს, რა თქმა უნდა, თუ ეკონომისტებს დაუჯერებთ, ეს თქვენი შემოსავლის კარგი წყარო იქნება სამომავლოდ. ბიტკოინების ფასებიც რა თქმა უნდა იზრდება, თუმცა ამ კვირაში დაიკლო ბიტკოინის ფასმა და 23 ოქტომბერს ბიტკოინის ერთი მონეტა ეღირება 289,970 ლარი. ეთერიუმის ფასმაც დაიკლო და ბოლო მონაცემებით 10,800 ლარი ღირს. BNB-ს ფასშიც არის, რა თქმა უნდა, ცვლილება და დღეს 2,940 ლარად შეძლებთ. რა თქმა უნდა, ნავთობის ფასიც გვაინტერესებს. გეტყვით, რომ ბრენტის ხარისხის ნავთობის შეძენას 165 ლარად და 20 თეთრად შეძლებთ. აქვე გავიგებთ ოქროს ფასაც, რა თქმა უნდა, აქტუალურია, ბოლო პერიოდში ძალიან მომეტებულია ოქროს ფასი. 1 გრამი ოქროს ფასი დღეს დაახლოებით 355 ლარიდან 360 ლარამდე იმერყევებს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, საინტერესოა საწვავის ფასები. გეტყვით, რომ 23 ოქტომბერს სუპერი 2 ლარი და 99 თეთრი ეღირება. პრემიუმი 2 ლარი და 79 თეთრი. რეგულარი 2 ლარი და 58 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 93 თეთრი, ევრო დიზელი 2 ლარი და 69 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 59 თეთრი, ხოლო ბუნებრივი აირის ღირებულება დღეს, ანუ 23 ოქტომბერს გახლავთ 1 ლარი და 52 თეთრი. ასეთი გახდათ დღის კურსი. ესეც ასე, მარი, ესე იგი ოქროს ფასი ძალიან გაინტერესებს და ძალიან ბევრი ადამიანია სხვათა შორის, ვისაც აინტერესებს, იმიტომ რომ მართლაც საგრძნობლად და რეკორდულად მოიმატა ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში 230 ლარზე მაღალი, ასე სტაბილურად არასდროს ყოფილა, თუმცა და თავის სტაბილურობას სხვათა შორის ინარჩუნებს ბაზარზე, რაც საინტერესოა, რისი შედეგებია. შესაძლოა რომ ესეც გავარკვიოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს აუცილებლად ამაზე ვსაუბრობთ ყოველთვის და მომდევნო რუბრიკის დრო დადგა დღეს ქეთათხილაშვილის რუბრიკაში კორეულ სამზარეულოს დაეთმობა დრო საინტერესოა ის ფაქტი ნამდვილად საინტერესოა რომ თურმე კორეაში სუფრასთან ჭამას პირველად უფროსები და სტუმრები იწყებენ ეს მათი ერთგვარი ზრდილობის გამომხატველი ფორმაა რაც შეეხება კერძების მომზადებას ამაში დაოსტატებას ცდილობს ქეთათხილაიშვილი. მოდით ვნახოთ რა გამოუვა მას დღეს. კერძის სახელით საკმაოდ მიმზიდველია. ფუნჩოზას. ფუნჩოზას. ნახოთ როგორ მზადდება ფუნჩოზას სალატი. მოგესალმებით, მე ქეთათხილაიშვილი ვარ. დღეს გიმზადებთ უგემრიელეს კორეულ სალატს, რომლის ბაზა არის ფუნჩოზა. ფუნჩოზა, როგორც იცით, არ იხარშება, უბრალოდ ჭირდება 10-15 წუთის განმავლობაში მდუღარე წყლის დასხმა, რომ კარგად დაალბეს. 15 წუთში უწურავთ წყალს და გვაქვს ესეთი მზა პროდუქტი, რომელიც მე უკვე მზად მაქვს. ასევე დაგვჭირდება მწვანე ხახვი, კიტრი, სეზამის მარცვლები, მარილი, არაჟანი, კრაბის ჩხირები და სოიოს соуსი. პირველ რიგში მოდი დავჭრათ კიტრი. მე კანს არ გავაცლი, იმიტომ რომ ალბათ იცით, რომ კანი მიყვარს და ძალიან სასარგებლოც არის. შეეცადეთ თუ დაჭრათ მაქსიმალურად თხლად, იმიტომ რომ საჭმელადაც მარტივი იყოს. ეს ახლა გადავიტანოთ ფუნჩოზასთან. ახლა შეგვიძლია დავჭრათ კრაბის ჩხირები, ზუსტად ისე როგორც დავჭერით კიტრი. უბრალოდ გრძლად და თხლად ჩამოჭერით. და შემდეგ უბრალოდ შუაში გავკოთ. გადავიტანოთ ესეც.
ეს ბოლოც დავჭრათ. ესე შუაში გავჭრათ და გადავიტანოთ. ახლა შეგვიძლია დავჭრათ ხახვი, მწვანე ხახვი. ესეც მაქსიმალურად დავაქუცმაცოთ. ეს გონია რომ საკმარისი იქნება. გადავიტანოთ ახლა მწვანე ხახვიც ჯამში. ბაზა უკვე მზად არის, ახლა უბრალოდ соуსი მოვასხათ. გადმოვიტანოთ ჩვენსკენ ჯამი და გავაგრძელოთ შეკმაზვა. ახლა რას ვაკეთებთ? ავიღოთ არაჟანი. გადავიტანოთ დაახლოებით 3 სუფრის კოვზი. მინახავს რეცეპტი, სადაც მაიონეზსაც იყენებენ, მაგრამ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ახლა ავიღოთ სოიოს соуსი. ავიღოთ მარილი. აქ მაქვს სეზამის მარცვლები, რომელიც ტაფაზე წინასწარ მოვხარლე, იმიტომ რომ ასე უშვებს თავის ზეთს და თავის გემრიელ გემოსს, რომელიც ამ სალატს ძალიან უხდება. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები ფლომად. აი ესე. და ამ ყველაფერს ახლა კარგად ამოვიდოთ. ყველაფერს აქვს ცოცხალი გემო და არის ძალიან გემრიელი. ნამდვილად გირჩევთ, რომ თქვენც მოამზადოთ, გასინჯოთ და აუცილებლად სხვებსაც გაუზიაროთ და უთხრათ ეს რეცეპტი, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ, რომ გასასინჯად ღირს ნამდვილად, მარტივად მოამზადეთ თან ძალიან, მე კი დღეისთვის მომდევნო რუბრიკამდე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის. ყველა ინგრედიენტი მიყვარს ცალ-ცალკეც და ერთადაც, თუმცა ფუნჩოზა არ გამისინჯავს და ვფიქრობ ღირს ინტერესი მაქვს. ხო, შეიძლება ძალიან ცოცხალიაო და გემრიელია. fresh. შესაძლოა სახელი მაინც და მაინც კარგად უნდა დავიმახსოვროთ და მარტივად, თუმცა ინგრედიენტები საკმაოდ ისეთ დასამახსოვრებელი იყო. მადლობა ქეთეს, ჩვენ ვაგზავნებთ გადაცემას ახლა ეთერში ვებსიახლეების დროა და უნდა მოგიყვეთ ესეთ მნიშვნელოვან ამბავზე, რომელიც ელვის სისწრაფით მოედო მთელს მსოფლიოს, თუ როგორ გაიტანეს 7 წუთში საფრანგეთის მემკვიდრეობა ლუვრის მუზეუმიდან. ნახოთ ვებსიახლეებში. 7 წუთში გატანილი საფრანგეთის მემკვიდრეობა ძარცვის ახალ დეტალებს გაგიზიარებთ. 2025 წლის 19 ოქტომბრის დილა პარიზისთვის ჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა ლუვრის მუზეუმისთვის ეს დღე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შავ დღედ იქცა. მუზეუმის გახსნიდან დაახლოებით 30 წუთში, როდესაც პირველი ვიზიტორები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე ნიღბიანი პირი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ მუზეუმში შეიჭრა. თუმცა ეს არ გავდა მთლად უხეშ შეჭრას. თვითმხილველების თქმით, მძარცველებმა მუზეუმის ტერიტორიაზე მექანიკური ასაწევი სატვირთო ლიფტი სამშენებლო მოედნიდან უხმაუროდ შეიყვანეს, რადგან ვერავინ შეამჩნია ამხელა ტექნიკა მუზეუმის ეზოში. მძარცველებმა გზის კონუსებიც კი დადგეს, რაც ერთი შეხედვით გავდა სიტუაციას, თითქოს იქ პირები რაღაცის შესაკეთებლად მივიდნენ. სატვირთო ლიფტის საშუალებით ისინი უხმაუროდ ავიდნენ მუზეუმის აივანზე, ჩაამსხვრეს ერთ-ერთი ფანჯარა და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს. აპოლონის გალერეაში დამნაშავეებმა ჩაამტრიეს ვიტრინები და ფასდაუდებელი ისტორიული სამკაულები მოპარვა მოახერხეს. ცხადია, ფანჯრის ჩამტრევისას ჩაირთო სიგნალიზაცია და უსაფრთხოების თანამშრომლები მალევე მივიდნენ ადგილზე. თუმცა მძარცველები უკვე გაქცეულები იყვნენ. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით ძარცვას 6-დან 7 წუთამდე დასჭირდა და მასში 4 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც უიარაღო იყვნენ.
ლუვრი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონამდე ვიზიტორს იზიდავს. მისი კოლექცია მოიცავს 380,000-ზე მეტ ექსპონატს პრეისტორიული ხანიდან 21 საუკუნემდე. აქ ინახება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები და ათასობით სხვა შედევრი. ლუვრი არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეპოქა და ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება, ამიტომ მისი მნიშვნელობა სცილდება საფრანგეთის საზღვრებს. ის მთელი კაცობრიობის საგანძურია. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ინციდენტი, განსაკუთრებით კი ლუვრის ძარცვა, გლობალური მასშტაბის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, მომხდარისთანავე ლუვრი ერთი დღით დაიხურა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოძიება, საფრანგეთის ყველა საზღვარი და პორტი კონტროლდება, საქმეში ჩაერთო ინტერპოლიც, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ძვირფასეულობის ცნობილ მოვაჭრეებს ამოწმებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრის გაძარცვას მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ექსპონატების დასაბრუნებლად და დამნაშავეთა დასასჯელად. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა მძარცველებმა ძვირფასეულობა ქვეყნიდან მაინც მალულად გაიტანონ, დაშალონ და ქვები ცალ-ცალკე გაყიდონ შავ ბაზაზე, რაც მათ პოვნას თითქმის შეუძლებელს გახდის. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით მოპარულია 8 ექსპონატი და მე მინდა ახლა გიჩვენოთ რა ექსპონატებზეა საუბარი. ეს გახლავთ საფირონის თვლებით გაწყობილი დიადემა, ყელსაბამი და საყურეები, რომლებიც სხვადასხვა დროს დედოფალ მარი ამელის და დედოფალ ჰორტენზიას ეკუთვნოდათ. ეს ძვირფასი სამკაულები გაიტანეს სამწუხაროდ, ეს თლიანი კოლექცია. მეორე ეს გახლავთ ნაპოლეონ მეორის მეუღლის მარი ლუიზის ზურმუხტის ყელსაბამი და საყურეები, ძვირფასესი და ულამაზესი ნივთები, რომელსაც ალბათ ლუვრის დამთვალიერებელი ვეღარასოდეს ვეღარ იხილავს სამწუხაროდ. ნაპოლეონ მესამის მეუღლის ეუხენია დე მონტიხოს გულსაბნევი, რელიქვია, ეს ეწოდება ამ გულსაბნევს, რომელიც ჟამში 94 ბრილიანტითაა მორთული და ასევე მისი მეორე გულსაბნევი, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევდა დათვალიერების დროს, რომელიც ბაფთის ფორმას წააგავს და მესამე ნივთი ეს გახლავთ მარგალიტის დიადემა, ულამაზესი. წარმოუდგენელია, რომ ამ სილამაზეს უკვე ვეღარ იხილავს დამთვალიერებელი აპოლონის გალერეაში. ეს დიადემა, რომელზეც საუბრობდით, ეს ოქროს საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც 2500-მდე ბრილიანტით და 56 ზურმუხტით იყო მორთული, ასევე ნაპოლეონ მესამის მეუღლის ეუხენიას ეკუთვნოდა. მძარცველებს ის გაქცევისას დაუვარდათ და ის დაზიანებული იპოვეს და ესეთ მდგომარეობაში დაუბრუნდა საბედნიეროდ ლუვრს, ალბათ აღადგენენ და აუცილებლად გამოფენენ საგამოფენო დარბაზში. ეს ის ნივთებია, რომელიც მოახერხეს და 7 წუთში გაიტანეს მძარცველებმა. საერთო ჯამში ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა, რაც დოლარებში 60 მილიონი დოლარის ოდენობის ნივთი გაიტანეს, თუმცა აქ საუბარი არ არის თანხაზე, ეს არის ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, რომელიც ეკუთვნის საფრანგეთის მემკვიდრეობას. 2025 წლის 19 ოქტომბრის ძარცვა პარიზის ლუვრში ჩადენილი ყველაზე რეზონანსული ქურდობა 1911 წლის შემდეგ, როცა მუზეუმიდან წაიღეს ლეონარდო და ვინჩის მონალიზა. ეს ისტორია ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და ლუვრის იტალიელი თანამშრომლის ვინჩენცო პერუჯას მიერ მოპარული შედევრი 2 წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს. ვიმედოვნებთ, რომ მართლაც იპოვნიან მძარცველებს, რომლებმაც მოახერხეს და 7 წუთში გაიტანეს საუარებელი სიმდიდრე ლუვრის მუზეუმიდან, თანაც ძალიან უხმაუროდ, შეუმჩნევლად. ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, ალბათ ჩართული იყვნენ თანამშრომლებიც ლუვრის, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია. საერთოდ ვერავინ ვერ შეამჩნია და საერთოდ ეჭვს ვერ მიიტანეს, როგორ შეიტანეს ეს სატვირთო მანქანა უბრალოდ მუზეუმის ეზოში, სადაც შესვლა კი არა, ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლდება, შენ ამყოფი ხარ და იცი როგორ აკონტროლებენ იქ თითოეულ
ადამიანს, რომელიც შედის. ალბათ დამაჯერებელი იყო მათი მოძრაობაც, ის სატვირთო მანქანაც, ის კიბეც, ალბათ ყველას ეგონა, რომ ჩვეულებრივი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ის ადამიანები ალბათ მკაცრად დაისჯებიან, ვისაც ევალებოდა ვიმედოვნებთ, რომ იპოვიან ამ ბრძარცველებს, თუმცა უნდა ვთქვათ, მეორე მხარეც ახლავს ამას, სხვათა შორის იწერებოდა კომენტარებში, რომ ძალიან ძლიერი სცენარი დადეს და მალე შესაძლებელია ჰოლივუდმა ფილმიც კი გადაიღოს, თუ როგორ გაიტანეს ეს აუარებელი სიმდიდრე 7 წუთში და მართლაც ალბათ დიდი ხანი გეგმავდნენ აი ამ ყველაფერს და ალბათ შესაძლოა ისიც კი აქვთ დაგეგმილი თუ როგორ გაყიდიან შავ ბაზარზე ამ ძვირფასეულობას და სამწუხაროდ შესაძლებელია რომ საერთოდ ვეღარასოდეს ვეღარ ვიხილონ ადამიანებმა. მე არც მინახავს პრინციპში. შენ არც შენ გქონდა საშუალება დაათვალიერე? ზუსტად ასე არ მახსოვს მკაფიოდ, იმიტომ რომ აუარეველია ლუვრი და კი ძალიან დიდია, მასშტაბურია. კონკრეტულად ეს სამკაულები არ მახსენდება, თუმცა დაუვიწყარი იქნება და ვფიქრობ, იმდენად რეზონანსულია ეს ძარცვა, რომ რა ვიცი. იმდენად ზუსტად იცოდნენ რა და როგორ უნდა წაიღოთ, იქვე იყო თურმე ძალიან დიდი ბრილიანტები, დიდი კარატეს ბრილიანტები, რომლებიც არ წაიღეს, ეთყობა ძალიან რთული იქნებოდა მისი რაღაცნაირად. აი, დარჩება და ჩავიდეთ აუცილებლად თავიდან გადავავლოთ. მარია, დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ ვებსიახლეებს უყურებდით და ახალი ცხელ-ცხელი ინფორმაციით მარია, რა თქმა უნდა, შეიძლება განებივრებთ კი, მაგრამ დღევანდელი ინფორმაცია ნამდვილად არ იყო განებივრება. ესეც ასე, ვაგრძელებთ გადაცემას და ანა ჟოჟაძე უნდა შემოგვიერთდეს, საინტერესოა ვისთან ერთად არის ამ დილით და სად. ანა, მოგესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ანა. სალომე მარია, მოგესალმებით და მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ჩვენი დღევანდელი ჩართვა ნამდვილად იქნება ენერგიულიც და პოზიტიურიც, რადგან ჩვენი დღევანდელი დილად ცეკვით უნდა დავიწყოთ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით Empire Dance სტუდიაში, სადაც დილიდან მოსწავლეებთან და ქორეოგრაფთან ერთად ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. ნანა ბალაცი არის დღეს დილიდან ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა ნანა, მადლობა რომ გვიმასპინძლეთ დღეს დილიდან. საუბარი მინდა დავიწყო აჭარის სარეიტინგო ტურნირის შესახებ, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართა. მოგვიყევით უფრო მეტი ამ ტურნირის შესახებ, რადგანაც როგორც ვიცით, თქვენმა ბავშვებმა უმაღლესი შეფასებები მიიღეს, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ახლა უკვე ემზადებიან გრან-პრისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება. პირველ რიგში მოგვიყევით, როგორი იყო ამ ტურნირის სამზადისი და მერე უკვე რა თქმა უნდა ვისაუბროთ შემდეგ ეტაპებზეც. მოგესალმებით ყველას. მინდა გითხრათ, რომ ამ ტურნირზე დაახლოებით 200 ბავშვი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სამზადისი იყო ძალიან გრძელი, ანუ დიდი ხანია მაგისთვის ვემზადებოდით, ისედაც მინდა გითხრათ, რომ წლის განმავლობაში ეს სარეიტინგო ტურნირები ტარდება 2 თვეში ერთხელ ან ერთ თვეში ერთხელ. ანუ მოგზაურობთ საქართველოს მასშტაბით და სხვადასხვა გუნდები უნდა მიიღონ უმაღლესი შეფასება, დააგროვონ უმაღლესი ქულები და მერე ლიდერთა გუნდები გადადიან უკვე გრან-პრიზე, სადაც იქნება გამოვლინდება საუკეთესო გუნდი და რა თქმა უნდა ყველა სტუდია მაგისთვის ემზადება, რომ მიიღონ უმაღლესი შეფასება და მიიღონ საუკეთესო გუნდის ტიტული, ასე ვთქვათ. კი ბატონო, როდის იქნება ეს შემდეგი ეტაპი და როგორია უკვე ამ ეტაპისთვის სამზადისი დაიწყეთ თუ არა უკვე? კი, ასე უკვე დავიწყებთ. სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდება ეს გრან-პრი, ისევ ბათუმში ჩატარდება. ნელ-ნელა დავიწყებთ, რა თქმა უნდა. მინდა მოგვიყვეთ ზოგადად სტუდიის საქმიანობის შესახებ, რამდენი ხანია რაც ეს სტუდია არსებობს და ამჟამად რამდენი მოსწავლე ცეკვავს და ცდილობს ისწავლოს სხვა სახის ცეკვა თქვენთან? დაახლოებით ეს სტუდია არსებობს 8 წელი და ახლა ამ ეტაპზე გვყავს დაახლოებით 150 მოსწავლე. მიღება გვაქვს 5 წლიდან, გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, ვასწავლით თანამედროვე ცეკვებს, სადაც შედის სხვადასხვა სტილები, ჰიპ-ჰოპი, დენსჰოლი, პოპინგი, ფრისტაილი. ასევე გვაქვს ცალკე ჩერლიდინგი, ეს ანუ პომპონები გოგოები რომ გამოდიან და ახალისებენ სპორტსმენებს და მაყურებელს ეგა. ესეც გვაქვს. მინიმალური ასაკი რა არის? მინიმუმ რა ასაკის მოსწავლეს იღებთ და მაქსიმუმი ასაკიც როგორია თქვენთან? 5 წლიდან გვაქვს მიღება, როგორც გითხარით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები გვყავს გადანაწილებული, რომ სწორად, იმიტომ ანუ სხვადასხვა ასაკს ჭირდება სხვადასხვა მიდგომა.
და ანუ ყავს უფროსი გოგოებიც და 25, 27, 28 წლისებსაც ვღებულობთ. ზოგადად საინტერესოა დაინტერესება თუ არის წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე მოდიან თუ არა ბავშვები, მშობლები უნდათ თუ არა ბავშვებს ასწავლონ თანამედროვე ცეკვები. კი, რა თქმა უნდა, ახლა თან TikTok-ი არის ძალიან პოპულარული როგორც იცით და ეს ანუ სტილები ყველა ძალიან ახლოს არის ამ TikTok-ის ცეკვებთან. ანუ ჩვენთან რა თქმა უნდა მე ანუ რომ მოდიან მშობლები და ასე გვინდა რომ TikTok-ში რომ ცეკვავენ, მე ანუ სულ ვამბობ რომ შეიძლება პირდაპირ არ დაიწყოს ცეკვა, იმიტომ რომ ანუ მაგას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, მონდომება და მხოლოდ TikTok-ის ცეკვას არ ვასწავლით, გვინდა რომ გავზარდოთ ნამდვილი მოცეკვავები, პროფესიონალები. თუმცა ფაქტია, რომ TikTok ტრენდები ახალისებენ მოკლედ ბავშვებს და უფრო მეტი მსურველია, რომ მოვიდეს და ისწავლოს სხვადასხვა სახის თანამედროვე ცეკვა. წარმატებებს გისურვებთ. მე ახლა მინდა აუცილებლად გადავიდე ბავშვებთანაც. შემოგეჭრებით ბავშვებო, ბოდიში. შენი სახელი გამეცანი და რამდენი წლის ხარ? მე მქვია ნიკოზის, გორად ბალაძე და ვარ 15 წლის. რამდენი ხანია რაც ცეკვით ხარ დაკავებული? 10 წელი. და 10 წლის წინ რა იყო ის, არ ვიცი, რამ გაგიჩინა ინტერესი, რა იყო ის პირველი ნაბიჯი, რამაც გადაგაწყვეტინა, რომ თანამედროვე ცეკვები გესწავლა? საერთოდ ჩემი მთელი ოჯახი არის მოცეკვავე და ამიტომაც მეც დავკავდი ამ საქმეს. წარმატებები მომავალში ხედავ საკუთარ თავს ისევ ცეკვაში? კი, აბა. ძალიან დიდი მადლობა. მოდი კიდევ ერთი მოსწავლე გავიცნოთ. დილო მშვიდობისა, გამეცანი და რამდენი წლის ხარ? მე ვარ ლიზი ფუტკარაძე, 18 წლის. ლიზი, შენ რამდენი წლის იყავი, როცა დაინტერესდი ცეკვით და რა იყო მიზეზი ამის? 11 წლის ვიყავი, რომ ჰიპ-ჰოპის ცეკვა დავიწყე და ძალიან განსხვავებულია და საინტერესო არის, ანუ ეს ყველაფერი ცეკვა და მან გამოიწვია ჩემში ინტერესი. ხედავ თუ არა მომავალში საკუთარ თავს ამ სფეროში, მე როგორც ვიცი, ქორეოგრაფიც ხარ ყველაფერთან ერთად. რამდენად რთული არა, რა უფრო რთულია, იყო მოცეკვავე თუ იყო ქორეოგრაფი? ალბათ ქორეოგრაფი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან და ეს ანუ რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ანუ თბილი არის მათთან კომუნიკაცია რა. რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე მეტად? სტილი ალბათ. ხო, რომელი სტილი? ცეკვა როგორც ჰიპ-ჰოპს, ასე ფრისტაილსაც, მაგრამ უფრო ინტერესს flow სტილი იწვევს ჩემში და ვცდილობ რომ ეს განმოვითარო. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ, ახლა დაგითმობთ სივრცეს და აუცილებლად სპეციალურად დილის ტალღისთვის ბავშვები შეასრულებენ ცეკვას. მე კი მინდა დეკემბერში აუცილებლად მათ წარმატება ვუსურვო და აუცილებლად თუ ჩვენს მაყურებელს შორის არიან ისეთები, ვინც დაინტერესდება და სურვილი ექნება, რომ შეისწავლოს ცეკვა, შეუძლია აუცილებლად მოვიდეს და ისწავლოს, ესე ვთქვათ, და თავის დღის წესრიგში, ცხოვრების სტილში იქნება უკვე ახალი ჰობი და ახალი გატაცება. სალომე მარიამ, მე ამით დაგემშვიდობებით, ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ნაადრევად აგვემშვიდობა ანა, მეგონა შეუერთდებოდა ძალიან კარგად ცეკვავენ ალბათ ბავშვები. კაცი მიღმა აუცილებლად შეუერთდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ესეთ მელოდიებს არ აყვე და სხვა შორის გუშინ 50 წუთის განმავლობაში ზუმბა ვიცეკვე პირველად და ეს იყო საოცარი გამოცდილება. თუ თქვენ ახლა მიყურებთ და პირველად გაიგეთ და თქვენც არ გიცეკვიათ არასდროს, დაკავდით სპორტით, დაკავდით ცეკვით, ეს არის არაჩვეულებრივი. მართლაც განწყობაზეც მოქმედებს და დილიდან ასეთ ანგებს როცა უსმენთ თან აყვე.
ვთხოვდი ამას რა ჯობია. ცეკვა არის თერაპია და მიხარია რომ ეს ჯადოქრობა მოირგეს საკუთარ თავზე. ამასობაში შესრულდა 9 საათი ჩვენს ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო გამოშვების დრო დგება სულხან წულუკიძე შემოგვიერთდა სულხან დილამშვიდობის. სულხან შენცა გაცეკვეთ? მეც ამაცეკვეთ, დიახ, მოგესალმებით. წარმატებულ პოზიტიურ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. 9 საათია და ახალი ამბების თვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული უწყების ცნობით შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დაკავებები გუშინ საღამოს დაიწყო, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. უწყების განცხადებით აქციის მონაწილეებს გაფრთხილება არაერთხელ მიეცათ, თუმცა მათ ქუჩები არ გაათავისუფლეს. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისგან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელოშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში განცხადებას თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უფლებადამცველები გააკეთებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, საქმის მასალებს არ იცნობს და სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოძიების მიერ ამოღებული ნივთების შესახებ დასმულ შეკითხვას, ადვოკატის განმარტებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან ოქროულობა არ არის ამოღებული. ცნობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოეკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგორ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მასთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, რომლის ნაწილის რეალიზაციის მიზნით ინახავდა მის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, ხოლო ნაწილს თბილისში მის საცხოვრებელ სახლში. მათივე ცნობით, მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსების მიზნით 20 ცალად დააფასოვა. დანაშაულის სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება, პარალელურად კვლავ იმართება ფინანსური სამიტი, რომელიც თანაორგანიზატორიც სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელია. პანელებსა და სამუშაო შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებიან. აბრეშუმის გზის ფორუმის პარლებში არაერთი პანელური დისკუსია გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი იყო გლობალური ვაჭრობის განახლება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, მსოფლიო გამოწვევების ფონზე საქართველოს მზად არის მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა პარტნიორულ თანამშრომლობაზე ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, კი სახელმწიფო გახდა უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, რომლის პარკლებში 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები განხორციელდება თბილისსა და გონიაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წევრმა ქვეყანამ უკვე მოხსნა ვეტო სანქციების მე-19 პაკეტზე. ახლა სანქციების საბოლოო დამტკიცებისთვის ოფიციალური პროცედურები დაიწყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცია. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. დასანქცირებულია როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადების თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციების ზეწოლა ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ცენტრალურ პარკში დაირგო 50 ერთეულზე მეტი ელდარის ფიჭვისა და ვერხვის ნერგები. ხის დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა. სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვითი თემატიკის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის თემატურ თამაშებში, სადაც ბუნებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ აქციას ექნება განგრძობადი ხასიათი და ვგეგმავთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას და რაც მთავარია, ჩვენი ცენტრის უმთავრესი მისია არის, რომ აღნიშნულ აქციებში იყვნენ ჩართული უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდები, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი გარემოს პოზიტიურ ელჩებს და გარემოს დამცველებს. რუსთავის მერიის ახალგაზრდობის სამსახურისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა რუსთავის ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია, სადაც დაირგო 50 ხის ნერგი. მასში ჩართულები იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქტივობები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებში გაიზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ინტერესი ქალაქის მოვლა პატრონების კუთხით. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს მივიღე ხის დარგაში მონაწილეობა და ამით კიდე ერთი სიცოცხლე მიუმატე სამყაროს. დღეს არის ხის დარგვის საერთაშორისო დღე და მიხარია, რომ მივიღე ხის დარგვაში მონაწილეობა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატში სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძე 23 წლამდე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ხოლო აჩიკო ბოლქვაძე ბრინჯაოს პრიზიორი. სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 23 წლამდელებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ქართველ მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძემ პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ბრძოლა ეგვიპტელ მოჰამედ ჰასან აბდელ რეჰიმთან დათმო. ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, ირანელი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მოწინააღმდეგეები დაამარცხა. აჩიკო ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელი იესინ ბენ ლაბედი დაამარცხა. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მორიგი გამოშვებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით. დროებით. ესეც ასე საინფორმაციო გამოშვების შემდგომ მცირე რეკლამაზე გავედით და დაბრუნდა დილის ტალღა ისევ საინტერესო თემებით, გადავალოთ თვალი თუ რას იხილავთ დღევანდელ გადაცემაში. დაელოდეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 23 ოქტობრისა და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარი პროგნოზი. სტუდიაში მუსიკალური კლიპის პრემიერით დაგიბრუნდებით. მომღერალი ანრი გუჩმანიძე და გუნდის ხელმძღვანელი ნატალია ვადაჭკორია ისაუბრებენ, რა იყო კლიპის ინსპირაცია და როგორ მიმდინარეობდა გადაღებები. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. პირველი ნახატები, პიანინო და ქორწილის სტუმრების სია. კიდევ რა ძვირფას და მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება მხატვარ ნინო ნიჟარაძის საყვარელი ნივთები რუბრიკაში სკივრი. გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ იშვიათ გენეტიკურ დაავადებაზე, კაბუკის სინდრომზე. სტუდიაში სპეციალისტთან ერთად გავიგებთ, რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება ის და რამდენად შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ესეც ასე სამედიცინო და მუსიკალური თემები გვაქვს დღეს და რა თქმა უნდა შეგახსენებთ რომ სტუდიაში მარიამ ჯავანაძე და სალომე სურმაინძე მუშაობთ. ტრადიციულად კობა ფარტენაძე უნდა შემოგვიერთდეს დილიდან ცოტა ვივარაუდეთ. რაღაცები ჩვენით გაწვიმდება, არ გაწვიმდება, დათფება, აცივდება, მაგრამ შემდეგ შევთანხმდით მე და სალომე მაყურებელთან ერთად რომ მოდით მაინც კობას დაველოდოთ მის უტყუარ პროგნოზსა და აი მოვიდა შენი ჩართვის დროც დილამშვიდობისა კობა მოგესალმებით. მოხფინე ნათელი ყველაფერი გითხარი. დილამშვიდობის. მოგესალმებით, გისურვებთ სასიამოვნო დღეს. ღამისა და დილის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთში ყველგან და ბათუმში უკვე აღინიშნა კიდეც ხანმოკლე წვიმა. ამ მომენტისთვის მცირედი ნალექი ნარჩუნდება, თუმცა დღის განმავლობაში გადაიღებს და აღმოსავლეთის პროცესი გვაქვს ამ მომენტისთვის ასევე აღმოსავლეთის ხარიქრის 10-15 მეტრიწამში, რის გამოც 2 გრადუსით უფრო მაღალია ტემპერატურა ვიდრე გასულ დღეებში მოწმენდილი ცის პირობებში. ფიონი მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენთვის ცნობილი ქარი შედარებით ამაღლებს ტემპერატურას სანაპირო კურორტებზე და დღის განმავლობაში უკვე წვიმაც შეწყდება, თუმცა პერიოდულად მაინც ღრუბლიანი ამინდი შეგვინარჩუნდება. დილიდან ხანმოკლე წვიმა იქნება სანაპირო კურორტებზე ყველგან და დასავლეთის დაბლობზე და უკვე შუადღე უნალექო. ბათუმში ყოველ შემთხვევაში დღის განმავლობაში უკვე აღარ იწვიმებს, მაგრამ შენერჩუნდება ღრუბლიანი დღე და აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. კონკრეტულად დღეს ბათუმში 23 გრადუსი იქნება, ამ მომენტისთვის უკვე 18 გრადუსია და მცირე წვიმა დილით შემდეგ უკვე გადაიღებს. ქობულეთშიც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელი დილის საათებში, ხოლო შუადღე იქნება უკვე უმეტესად უნალექოდ. ტემპერატურა კი 22 გრადუსი. ქედა შუახევი ხულო, ასევე ხანმოკლე წვიმა, ქედაში 19, შუახევში 17 და ხულოში 15 გრადუსია მოსალოდნელი. გოდერძის უღელტეხილზე 9 გრადუსი, ასევე ხანმოკლე წვიმა. ოზურგეთში 21, ურეკში 22, ლანჩხუთში 22, ჩოხატაურში 21 და ბახმაროში 12 გრადუსი, დილის საათებში ხანმოკლე წვიმა იქნება ყველგან. ფოთში 22, ანეკლიაში 22, უმეტესად უნალექო ამინდი, რაც შეეხება სოხუმს ხანმოკლე წვიმა 21 გრადუსი, ზუგდიდში 24 გრადუსი, ქუთაისსა და კოპიტნარში 25 გრადუსი და დილით შესაძლებელია მცირე წვიმა. დღე იქნება უმეტესად უნალექო. საირმეში უნალექო ამინდი 20 გრადუსი, მესტიაში 15 გრადუსი, ასევე უნალექო დღე იქნება, ბორჯომში 19, ბაკურიანში 14 ხანმოკლე წვიმა, აბასთუმანში 15 ხანმოკლე წვიმა, ახალციხე 21 ხანმოკლე წვიმა, გორი უნალექო ხანმოკლე წვიმა, უკაცრავად უნალექო ამინდი იქნება. ცხინვალშიც უნალექო ამინდი იქნება დღეს და ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსი, დედაქალაქში 23, თელავში 21 გრადუსი მოსალოდნელია უნალექო დღე. ხვალ როგორც ღამით, ასევე დღისით უნალექო ამინდი იქნება, ზეგაც 25 ოქტომბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ხოლო 26-ში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მე ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდი მეტეო პირობები გვაქვს იმ მიმართებით, რომ ოქტომბრის ბოლოა უკვე უფრო და უფრო ნელ-ნელა წესით უკვე იკლებს და ღამის ტემპერატურა და დღისითაც მაქსიმალური ტემპერატურა სულ უფრო ნაკლებად უახლოვდება 25 გრადუსს, თუმცა ჯერჯერობით ამინდი და ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს, მაინც ცდილობს, რომ 25 გრადუსთან ახლოს მაინც დარჩეს ტემპერატურული ფონით. ასე იქნება ხვალ და ზეგაც ტემპერატურა 25 გრადუსს მაინც მიაღწევს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ დღეს ესეთი მცირე წვიმის ფონზე მოგიწევთ სეირნობა ან სამსახურში წასვლა დილის საათებში, ხოლო შუადღე იქნება უკვე უმეტესად უნალექო. ასეთი ამინდით ესე იგი ლაბადები ასე რომ დავიჭიროთ კობა ჩვენს ქვეყანაში. შუადღემდე გავიქცევით, გამოვიქცევით თუ მაინც და მაინც კოლ გაგჭირდება. კი ბატონო. კი ბატონო. დილის საათებში დაგჭირდებათ ხოლო საწვიმარი, ხოლო აუცილებლად საწვიმარი და კოლგა კობა უღრმესი მადლობა ესეთი პროგნოზისთვის. სწორად მივხვდი მე კობას მოწყენილობა სახეზე დილიდან ეტყობოდა და ეს ამინდი იყო ზუსტად იმის მიზეზი, რაც სახეზე გამოიხატებოდა კობას. მადლობა უღრმესი იმისათვის, რომ ყოველდღიურად გვაწვდი ასეთ პროგნოზს და ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ. მიხარია ხოლმე, როცა მუსიკალური თემებია და მიხარია ხოლმე, როცა კლიპის პრემიერა
რა და როცა ბათუმელების და ჩვენი ხალხის არის, ჩვენი ხალხი უნდა წარმოადგინო ნატალია ვადაჩკორია, გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც გახლავთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბავშვთა გუნდი და ასევე ჩვენი უსაყვარლესი მომღერალი ანდრი გუჩმანიძე ძალიან კარგი სიახლით შემოგვიერთდნენ. საინტერესო კოლაბორაციით. კი, და მოდით მოგვიყევით ნატალია დილამშვიდობისა, მადლობა მოგზანებისთვის. დავიწყოთ იქედან, აი თქვენი გუნდის შესახებ მომიყევით. საკმაოდ რამდენიმე წლიანი ისტორია გაქვთ, ასე რომ გითხარით, საიდან დაიწყეთ. მადლობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თქვენი სტუდიის საშუალებით იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა. მაგრამ სანამ მადლობებს ვიტყოდე, მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო ამ სიმღერის შესახებ. ჯერ დავიწყებ იმით, რომ ჩვენ მართლა ძალიან დიდი ხანი არ არის რაც ვარსებობთ. ჩემი გუნდი არის მოყვარულთა გუნდი, ბავშვთა გუნდი და რომელიც ამ წუთში არსებობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და სიმღერას რაც შეეხება ცოტა ხელოვნურად არა უშავს. ქალბატონ ნატალია, გოგონებიც, ვაჟებიც, გოგონებიც და ვაჟებიც არიან. დიახ, გოგონებიც და ვაჟებიც არიან ამ გუნდში. ამ სიმღერას რაც შეეხება, არის ამერიკელი კომპოზიტორის კრისტოფერ ტინის სიმღერა, აფრიკულ მოტივებზე არის დაწერილი სიმღერა. დიახ, და შინაარსი ამ სიმღერის არის გალობა. ბაბა იეთუ ნიშნავს მამაო ჩვენოს და მე ვფიქრობ სწორედ აი ალბათ ამიტომ არის ეს სიმღერა ესეთი მომხიბვლელი და ცოტა განსხვავებული. თუმცა კოლაბორაცია შედგა ანდრისთან, რატომ ანდრი? აი როგორც კი ავიღეთ ეს ნაწარმოები, როგორც კი შევარჩი ყოველთვის ვცდილობ უფრო ესეთი თანამედროვე ამ თაობისთვის შესაფერისი, მორგებული მათთვის იყოს სიმღერა იმ წუთში ჩემს აზროვნებაში, ჩემს წარმოსახვაში ანრის ხმა ამოტივტივდა იმ წუთში და მადლობა მას რომ სწორედ უარი წარვითხრა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ გამარჯობა მოგესალმებით პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს ძალიან პირფას მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ ულამაზეს ანდილოსნებს. მადლობა. დავთანხმდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიყვარს პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობა, შრომა, თან ეს ახალი გამოცდილება უნდა ყოფილიყო ჩემი, ამდენ ბავშვთან ერთად მუშაობა და მე მგონია რომ ძალიან მხიარულად ჩაიარა, ხო, ყველაფერმა. რა თქმა უნდა. სახალისო იქნებოდა რა თქმა უნდა გადაღებების პროცესის, თუმცა მაინც მაინტერესებს აი გუნდის შესახებ გითხარით. არაერთ კონკურსში მიგიღიათ აქამდე მონაწილეობა, გადიოდით როგორც აკადემიური გუნდი, ასევე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ასრულებდით. ახლა უკვე რა მიმართულებისკენ მიდიხართ და თქვენ ახსენეთ რომ მოყვარულები არიან. დიახ, იმიტომ რომ ჩემ გუნდში არც ერთი ბავშვი არ არის პროფესიონალი, ან მუსიკალური განათლება არც ერთ ბავშვს არ აქვს და ალბათ უფრო საინტერესოა ამ ხრივ ჩემი მათთან მუშაობა და რთულიც. ხო, აი სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ აი მათთან ამ მუშაობამ ძალიან ჩემი პროფესიული გზა შეცვალა. მე ძალიან ბევრ რაღაცაზე ვთქვი უარი, იმიტომ რომ აი ჩემი რესურსი მათი განვითარებისთვის და მათი ამ უნარების ჩამოყალიბებაში ჩამეს გაცემული ენერგია, ჩემი ენერგია რა თქმა უნდა მიბრუნდება, რა თქმა უნდა მიბრუნდება. აი მოყვარული, ესე იგი უყვარს ადამიანს და თუ უყვარს აკეთებს გამოსდის, ხო? რა თქმა უნდა, სხვანაირად გამოდის, კი, გეთანხმებით მაგაში სხვათა შორის და მე არ ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველა ჩემი რესურსი მიუძღვენი ამ ბავშვებს, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ მუსიკა ეს არ არის მხოლოდ სიმღერა, მუსიკა არის პატარა ისტორია, რომელიც აუცილებლად შედგება იმ ადამიანური თვისებებით, იმ ურთიერთობით, იმ სიყვარულით, იმ სითბოთი და ამ ყველაფერს ერთად უყრით თავს მუსიკოსები და გადმოვცემთ ამ სილამაზეს და მელოდიას მუსიკის ენით, მუსიკის საშუალებით. ანუ ბჭყალებში არა პროფესიონალების პროფესიონალთან ამ შემთხვევაში შენთან რატო არ მნიშვნელოვანი, რატო არ მნიშვნელოვანი, ხო, რატო არ მნიშვნელოვანი ასეთი კოლაბორაციები?
ანდრე, ამას ხო გარდა იმისა, რომ კლიპი გადავიღეთ, ვიმღერეთ, ეგ ხო არის ურთიერთობები რჩება ბავშვები ხედავენ პროფესიონალებს, როგორ მღერი ხარ, როგორ ასრულებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენთვის პიროვნები, ადამიანების განვითარებისთვის ზოგადად ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვიტყოდი მთლად ახლა ეს არა პროფესიონალი და რაღაცა ეს. ნუ ახლა ეს შხალებში ვიტყოდი, იმიტომ რომ ნატალიასაც არაჩვეულებრივად გამოსდის თავის საქმე, ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საკითხში. ბავშვებიც საკმაოდ კი არა, ბევრს ხედავ დიდ სცენაზე სამომავლოდ, მართლა ვარ. და თვითონ გადაღებების პროცესი როგორ მიმდინარეობს? არა, მნიშვნელობაზე, კოლაბორაციის მნიშვნელობაზე კი. ხო, ბავშვებისთვის რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვები ეხლა ახალი თაობა მოდის და ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და ჭირდება მათ ხელშეწყობა რაღაც პატარა მაგალითების მიცემა, რომ წავიდნენ სწორ გზაზე და ანუ გეკითხებოდნენ რაღაც კითხვებს, როგორ იყო თქვენი ურთიერთობა გადაღების დროს, პროცესში რაღაცების დროს. თამაშობდით, ხმაურობდით, აბჭებდით რაღაცებს. ანუ შენი ყავი ბავშვი მათთან ერთად. კი, ეგრე იყო. რა იყო სირთულე აი გადაღებების დროს თქვენთვის? ეხლა რო ვთქვათ, რომ სირთულე მე დავიწყებ იმით, რომ პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩამწერ სტუდიას. აუცილებლად პირველ რიგში ჩამწერ სტუდიას ბატონ იასონ ხომერიქს მისი იასონს დიდი სიყვარული შრომა არის შეუხასებელია მართლა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი მოსწავლეების მშობლები, რომ არა ისინი ეს კლიპი არ შედგებოდა, იმიტომ რომ აი სრული ჩართულობა, ესე ვთქვათ, დაფინანსებაც ყველაფერი დააკეთა ჩემმა მშობლებმა და მათი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა მინდა გადავუხადო აუცილებლად რეჟისორებს, ბატონ თემო მელაძეს, რომელმაც მართლა შეგვიქმნა ამ გუნდმა ისეთი უშუალო და თბილი გარემო, რომ ჩვენ არ გავგჭირვებია მართლა ეს გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ბავშვთან ურთიერთობა ცოტა რთულია, დამღლელია, ხო, ორ ლოკაციაზე მოგვიწია ჩაწერა, აი იმდენად კარგი და დადებითი აურა იყო თვითონ გადასაღებ მოედანზე, რომ ჩვენ მართლა არ გავგჭირვებია და არ ვიცი. საბოლოო ჯამში როდესაც დასხედით, ნახეთ კლიპი მოეწონათ ბავშვებს? ძალიან მოეწონათ, რა თქმა უნდა და მე აუცილებლად მადლობა უნდა უთხრა ჩვენი კლიპის გმირს, სოლისტს. ბატონ ანდრის კადრები ვიცი, მე მგონი სოციალურ ქსელშიც აიტვირთა უკვე და რა გამოხმაურებები ქონდა. ძალიან მართლა ძალიან ისეთი კეთილი და დიდი არ ველოდით ისეთ მართლა მასშტაბურ გამოხმაურებას კი და მე შეგიძლიათ დაანონსოთ კლიპი და ასევე მიმართოთ მე როგორც ვიცი მიღებაც გაქვთ გამოცხადებული დიახ, ჩვენს გუნდში არის მიღება. ჩვენ ველოდებით ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს თუ არ აქვს პროფესიონალური მუსიკალური განათლება და ჩვენ გვაქვს პატარა სივრცე, სადაც ველოდებით ყველას დიდი სიყვარულით, სითბოთი და მე მაქსიმალურად შევეცდები ვაზიარო იმ სილამაზეს, რასაც ქვია მუსიკა. ნატალია ვადაჭკორი, ანრი გუჩმანიძე და ბაბაიეტუ კლიპის. ნახოთ კლიპი და კლიპის შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით. Yetu y mbinguni yetu amina baba yetu y jina lako litukuzwe baba yetu y mbinguni yetu amina baba yetu y jina lako litukuzwe utupeleo chakula chetu tunachohitaji tusamehe makosa yetu Manese tunayoa samehe wale utukosea usituye katika majaribu lakini utokoye na yule mwovu milele yetu mbinguni yetu amina baba yetu jina lako litukuzwe baba yetu mbinguni yetu amina baba yetu jina lako litukuzwe
vale yo lo que sea. Si tú kati kamajari bulakini utoko ye na yule no ye milele. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ბავშვები ძალიან გახსნილები იყვნენ, ლოკაციაც შესანიშნავი იყო, გონიოს ციხე, რომელიც რომელშიც არის ფანტასტიკური ველი და ეს თავისი ენერგია წილი შექმნა და არაჩვეულებრივი ვოკალი, ძალიან კარგი შესრულება იყო ანდრი მართლაც. სამომავლოდ ამ სიმღერის გატანას სადაპირებთ? აი ესეც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. იქნება თუ არა კონცერტები სამომავლოდ, რაღაცა სხვა კოლაბორაციები. აუცილებლად. კონცერტებზე მანამდეც იყო სხვა შორის, კი. კი, შესულა. კონსერვატორიაში და კი. მე ახსენე რომ სხვა კონკურსებში შეგაბოლოთ მონაწილეობას და კი. გეგმოთ ახლაც. დიახ, რა თქმა უნდა. თავარი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს და გაიტანოს სცენაზე. დირიჟორისთვის, მომღერლისთვისაც და ყველასთვის. ახლა მთავარია სცენაზე და კონცერტზე გამოჩნდეს ეს ჩვენი შრომა. როგორ არჩევთ სიმღერებს, რა ჟანრს არჩევთ? უფრო რომელი მოწონთ ბავშვებს? მუშაობის პროცესში რომელია უფრო ისეთი აპრობირებული და თქვენთვის სასიამოვნო? ემთხვევა თუ არა ბავშვების და თქვენი გემოვნება ამ შემთხვევაში? კი, ვცდილობ მეც რა თქმა უნდა გადავერთო მათ თანამედროვე გემოვნებაზე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა მაგათ ხო იცით ცოტა განსხვავებული მე ახლა მაინც ჩემი განათლება და პროფესიიდან გამომდინარე უფრო მომწონს კლასიკური მუსიკა და ეს არის საწყისი ყველაფრის. შიგადაშიგ ქართულიც ხო? შიგადაშიგ აუცილებლად მაინც ვაზიარებ ამას, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ შეიძლება მუსიკოსი განვითარდეს, როგორი პროფესიონალიც, არაპროფესიონალიც არ უნდა იყოს და ჩვენ რა თქმა უნდა შიგადაშიგ ვაპარებ პატარ-პატარა ისეთ კლასიკურ მუსიკას, ქართულ საზღვარგარეთ თუ არ აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები. კი ბატონო. ნუ მაინც ბავშვები რომ იყვნენ კომფორტულად თანამედროვე მუსიკა გათხოვასთან უფრო ასოცირდება. ძირითადად აი სადაც უფრო აი ანრისთან მართლა ამ კლიპის დროს და ანრი იყო მათთვის კუმირი. ჩვენი კუმირიცაა ანდრეს, რომელსაც ალბათ სავარაუდოდ აქვს რაღაცა სამომავლოდ გეგმები, ალბათ კიდევ კლიპის გადაღებები და ასე შემდეგ. სხვათა შორის წინა კვირაში იყო უკვე ანდრი ჩვენთან კლიპის გადაღებები და პრემიერაზე ხდება ჩვენი არქის საშუალებით. ეს სატელევიზიო პრემიერა იყო, მოკლედ ახლა უფრო მასშტაბურ პრემიერას გეგმავთ. ამიტომ ჯერჯერობით მიდის რაღაცა დაგეგმარება. გვინდა რომ ლამაზად იყოს ყველაფერი, რა თქმა უნდა და მე მგონია რომ კარგი, ნუ თლატყეს ყველაფერს ვერ ჩამ არ მიყვარს წინასწარ საუბარი, რომ მე რაღაცას რო ვასრულებ ძალიან. თუმცა ყოველთვის მუშაობის პროცესში ხარ. კი, რა თქმა უნდა, სულ მუშაობ, შრომობ, ვცდილობ რომ განვითარდე, არ ვფიქრობ რომ რაღაცას მივახციე და სულ დიდი მადლობა რომ არჩერდები, ანდრე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს შემოქმედი ადამიანისათვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ვირფას სტუმრებს, კლიპიც მოგვეწონა და ეხლა სასწრაფო წესით შევეხმიანოთ რადიოს, რადიოს დრო დგება ჩვენს ეთერში. და შევინარჩუნოთ იგი. გვისმინეთ. გაიზიარეთ ჩვენი რეკომენდაციები. ჩაინიშნეთ სილამაზის ფორმულა. გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდული სხეულის მომხიბვლელობა და შარმი. ყოველ სამშაბათს გადაცემა სილამაზის ფორმულა. მარიტასთან და სოფოსთან ერთად. სილამაზის ფორმულა. ერთხელ მოძებნა. და გააჩერე. ბათუმი FM 104.5. ქობულეთი FM 96.1. ქედა FM 106.1. შუახევი FM 106. ხულო FM 104.1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე.
პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ტელემაყურებელსაც. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში არჩილ მალაყმაძის პერსონალური გამოფენაა წარმოდგენილი მზეთის აღებავებით და აკრილით შესრულებული რეალისტური ფერწერული ტილოები. აგრეთვე რამდენიმე აკვარელით შესრულებული ნამუშევარიც. დილის რადიოს სტუმარი არჩილ მალაყმაძე გახლავთ, მხატვარი აჭარის ხელოვნების მუზეუმის რესტავრატორი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და პერსონალურ გამოფენას ყოველთვის ახლავს განსაკუთრებული ემოცია და თქვენთვის როგორია ეს ემოცია და რა ნიშნავს პერსონალური გამოფენა შეთვის როგორც ავტორისთვის? ჩემთვის პირადად მანამდე რამოდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მიიღია მონაწილეობა საერთაშორისო მასშტაბის, ასევე ადგილობრივი მასშტაბისაც, მაგრამ გუშინწინდელი დღეა, როდესაც უკვე ვიცოდი რომ ოფიციალურად დილიდან ამ საბრძოლისგან ცირცხლებში იქნებოდი. პირველი პერსონალური გამოფენის დრო უკვე დადგა, ცოტა ხელვარება იყო ყოველ შემთხვევაში. არ ვამჟღავნებდი, მაგრამ მაინც ჩანდა. ხო. ცოტა უცნაური იყო, უფრო მეტად სასიამოვნო, მაგრამ რაც თავია ყველაფერი კარგად ჩაიარა. კარგი გახსნა, ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, ყველა გავაგნებული, განცვიფრებული იყო, იმით რომ უბრალოდ ვერც კი წარმოედგინათ თუ ასე ვხატავდი. როგორ დაიწყო ანუ ხატვის პროცესი თქვენთან? ანუ ხშირად ხდება რომ ეს რა მშობლების გადაწყვეტილება და შვილი მიყავთ თქვათ ხატვაზე ან ოჯახური ტრადიცია და გაგრძელება თქვენ შემთხვევაში ეს უბრალოდ ასე ჩაირთო და დაიწყო ხატვა. ოჯახური ტრადიცია ჩვენთან არა. მამაჩემი ძირითადად ტურიზმის სფეროშია, დედაჩემი პედაგოგი მასწავლებელია. ჩემი როგორც ცეთი ხატვასთან პირდაპირ შეხება ბავშვობიდან მოდის. ყოველთვის მიყვებოდნენ სახში, რომ იატაკზე წვებოდი და ხატავდი. შესაბამისად, არ ვიცი, რამდენი საყვედური სატანა მოგიწევდა, წარმოვიდგენ. ხო, მაგრამ არ ვიცი საიდან როგორანაირად მე-7 თუ მე-8 კლასში ვიყავი დაახლოებით, რომ რატომღაც მომიფხიბლე არქიტექტურით და დიზაინით. შესაბამისად, მე უკვე დავიწყე კერძო მასწავლებელთან მომზადება ხატვაში და ამ ყველაფერმა რომ უფრო შემიტყვა შევყევი ასე ვთქვათ. დიახ, და ბავშვობაში ვწვებოდი და იატაკზე ვხატავდი. ბავშვობის დროინდელი ნახატები გაქვთ შემონახული? კი, შესაძლოა დიდი სიამოვნებით ვინახავ ყოველთვის იმას, თუ საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი. და საინტერესო რას ხატავდით ბავშვობაში? როგორც ყველა ბავშვი, პატარა ბიჭი, ავტომობილები, მანქანები, რა ვიცი, რაღაც ეგეთ თემატიკაში უფრო ვიყავი. და ვინ იყო გამზიარებელი ამ ყველაფრის, ანუ პირველი შემფასებელი ასე ვთქვათ? ნუ, რა თქმა უნდა, მშობლები. პირველი განსაკუთრებული შემფასებლები, შემდეგ უკვე სკოლაში მოსავლები, როგორც ხდება ხოლმე. უნივერსიტეტის პერიოდის შემდეგ უკვე ნახავ უკვე ჩემი მეუღლე, პირველი შემფასებელია. და ჩემი თანამშრომლებიც ხატვარი არის და ახლა უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას ისმითობს, ასე ვთქვათ. კრიტიკას რამდენად იღებთ და რამდენად ცვლით ხოლმე თქვათ სხვისი კრიტიკის შემდეგ სხვა თვალით ხედავთ თუ არა თქვენს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემოქმედისთვის? სხვათა შორის ჩემ პირად დამოკიდებულებით ყოველთვის მიყვარს, როდესაც ჩემს ნამუშევრებს სხვა პიროვნება უყურებს. მნიშვნელობა არ აქვს ხატვარი არის თუ არა ამ ხატვარი. იმიტომ რომ მე როდესაც ვზივარ მუშაობ 5-6-7 საათი დაუშვათ თვალი მეღლება ყოველთვის და შესაბამისად შესვენების დროს ყოველთვის მირჩენია რომ კურსაც იგივე მართება. ხო. ეგრე ხდება. შესაბამისად პირიქით მომხრევარ სიამოვნებს და ყოველთვის მზად ვარ რომ სხვამ შეაფასოს ჩემი ნამუშევარი. და არჩილ, საინტერესოა შენი როგორც შემოქმედის მოსაზრება, ანუ ყველა მხატვარი რაღაც კონკრეტული მიმართულების მხატვარია, ხო? პეიზაჟებს ხატავს, შეიძლება მარინისტი მხატვარი იყოს, ასე შემდეგ, მაგრამ ყველას უყვარს შემდეგ თავისი შემოქმედების რაღაც ერთ სათაურში მოქცევა. როგორ შეიძლება შენ თუ გაქვს მსგავსი რამ და თუ შეგიძლია ანუ შენი შემოქმედება რაღაც ერთ სათაურში მოათავსო არაკლასიკური დახარისხებით. რა ვიცი, სწორად თუ მოახდინე კითხვის ფორმირება. დაახლოებით გასაგებია, ჩემი თვითმიზანი ასე ვთქვათ ხატვაში, რის გამოც დავიწყე ხატვა არის რეალისტური ჟანრი. ანუ ხატავ რეალისტურ ჟანრში და მაქვს მისწრაფება რომ არ ვიცი როდის და რა პერიოდში ავალ მაგდონემდე, მაგრამ ჰიპერრეალიზმისკენ მივისწრაფე. და ვინ არის შენი მუზა? და ვისი შემოქმედებაა შენთვის ყველაზე მეტად ემოციური და ახლო? მე ზოგადად ხატვრებში და ხელოვანებში ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები. სეზანი, გოგენი, სისლე მათი ნამუშევრებით ყოველთვის ვიხიბლებოდი. ძალიან მიყვარდა.
რადგან დიდად არ ვიყავ მოყვარული ვან გოგის ნამუშევრები, თუმცა ჩემი თვალით ნახე რამოდენიმე დღის წინ. ამიტომ თავისებური შთაბეჭდილება მაინც მოახდინა ჩემზე. მაგრამ ჩემი როგორც ესეთი მასწავლებელი და გვერდში მდგომი და ეს ადამიანი ვისგანაც ვიღებ ძალიან ბევრ რამეს არის ზურა კოჩალიძე, ჩემი თანამშრომელი, ისიც მხატვარია როგორც თქვი. ისიც რეალისტი მხატვარია. და ახლა რესტავრაციასთანაც მივედით. ამ კუთხით ჯერ ამოვწუროთ ფორმატი თუ არის შენთვის საყვარელი ფორმატი. ფორმატი კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს, იმიტომ რომ როცა რეალიზმისკენ მივისწრაფი, ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად, თუნდაც იმპრესიონისტურ ნამუშევრებში, თუნდაც არტში ჩვეულებრივში შეგიძლია უბრალოდ ხელოვნებაში როგორც იტყვიან გააფრინო, ისე შეგიძლია გააფრინო. აქ ეგეთი რამ არ შეგიძლია. გადავინაცვლოთ ახლა რესტავრაციას. კი. ანუ როდის დაინტერესდი და ამ კუთხით როგორ მუშაობ ამის შესახებაც რომ გითხრა. რესტავრაციით დავინტერესდი, ну სხვათა შორის, როდესაც აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში მოვედი, მაშინ მუშაობდი არქეოლოგიურ მუზეუმში 3 წელი დაახლოებით. მე იქ ვიყავი არქიტექტურის პოზიციაზე და შესაბამისად მიხდებოდა რაღაც მხრივ ეს აღმოჩენილი არტეფაქტების ჩახატვა, აღდგენა, შესაბამისად რესტავრაციასთან რაღაც მხრივ კავშირი ყოველთვის ჰქონდა. შემდეგ უკვე როდესაც ხატვის სფეროში გადმოვედი და ხელოვნების მუზეუმში გადმოვედი როგორც რესტავრაციის პოზიციაზე, აქ უკვე ხატვას და რესტავრაციას ერთად გაერთიანდა. ერთმანეთს რაღაცნაირად და ძირითადად უფრო ნამუშევრების რესტავრაციას, დალუქვას, შენახვას, აი ეს წოდებული ჩიჩი როგორც ვიცით უჩნდება ძალიან ხშირად ნამუშევრებს, აი მაგის პრევენციას მოვლა პატრონობას პასუხი. რაც შეეხება ახლა არქიტექტურას და დიზაინს, თქვენ თქვით რომ უნივერსიტეტის პერიოდში დაინტერესდით, ხო? აი ამ ესე ყველა სპეციალობა ერთმანეთთან რასაც თქვენ ახლა ამბობთ და გვიყვებით არის ჯაჭურად ძალიან დაკავშირებული. ამიტომ ძალიან საინტერესოა ესე იგი მხატვარი, რესტავრატორი, დიზაინერი და არქიტექტორი. აი ახლა მესამე ეტაპზე გითხარი არქიტექტურა და დიზაინი. არქიტექტურა და დიზაინი მაგ განხრით მე სკოლის პერიოდში როგორც თქვი მაშინ მოვიხიბლე, პირველად რომ დაიწყო ბათუმში დიდი აღმშენებლობა სახლების, როგორც კონსტრუქციებს რო ხედავ, რაღაცად მაინტერესებდა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შექმნა და შემდეგ შებუთო. შესაბამისად თან შეფუთო ისე ლამაზად რომ არ გამოჩნდეს ის შიდა ხრიჭოები რესოდებული რაც აქვს შენობას. და იმის მერე რატომღაც დავინტერესდი სკოლის ერთ გასართულიანი შენობა შენდებოდა ყოველთვის იმის შიდა კარგას ვუყურებდი. არ ვიცი რატომ რა მიმიზი და ასე ძალიან ამ ბეტონის ჩვეულებრივ ნაგებობაში, მაგრამ რას გაიგებ ხელოვანის ხედვას ასე? მოზაწყო ხელოვანის ხედვას რას? ნამდვილად და ახლა ამ გამოფენაზე გითხარი, კიდევ რამდენხანს არის შესაძლებელი რომ ნახოს საზოგადოება. ჩემი ეს პირველი პერსონალური გამოფენა 21 რიცხვში გაიხსნა და 25 რიცხვის ჩათვლით საღამოს 6 საათამდე მაყურებელს შეიძლება რომ მოვიდეს და ათვალიეროს, შეიგრძნოს და ნახოს ის რასაც მე ვაკეთებ და რასთავარია შეაფასოს და ისიამოვნოს. მე განსაკუთრებულად მოხიბლული ვარ ბროწეულები. სულ რამდენი ნამუშევარია გამოფენილი? სულ გამოფენილი ამჟამად არის 41 ნამუშევარი, როგორც აჭარის ტელევიზიაში ვთქვი, მანც ძირითადად ნატურმორტები არის წარმოდგენილი, სამზარეულო თემატიკის, აგრეთვე არის 2 ახალი სერიის ნამუშევრები, სერიებად დავიწყე ნამუშევრების გაკეთება, ჩიტების სერია, რომელიც 4 ნამუშევარია წარმოდგენილი და არის კიდევ ზღვის თემატიკის, ტალღები, ზღვის ცხოველები, ასე შემდეგ, 2 ნამუშევარია წარმოდგენილი მაგ თემატიკიდან. და თუ არის დავუშვათ სამომავლო პერსპექტივაში რაიმე დავუშვათ გასვლითი ღონისძიება და გიგმილი ან სხვა რომელიმე გამოფენაში მონაწილეობის შემოთავაზება, ასე ვთქვით. კი. გასვლითი ვარიანტები გვაქვს, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაციები არ არის, მაგრამ თურქეთის სახელმწიფოში არის ერთი ვარიანტი, ჯერჯერობით ველოდებით დაზუსტებას და სამომავლოდ არ ვიცი, ნახოთ სიამოვნებით ვიქნები მონაწილე ნებისმიერი გინდა ჯგუფური, გინდა პერსონალური გამოფენის. და მე ვფიქრობ ნებისმიერ გამოფენას და შენი ნამუშევარი. წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ მიყავით ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში არჩილ მალაყბაძის პერსონალური გამოფენაა წარმოდგენილი, ზეთის აღებავებით და აკრილით შესრულებული რეალისტური ფერწერული ტილოები, აგრეთვე რამდენიმე აკვარელით შესრულებული ნამუშევარიც. დილის რადიოს სტუმარი გახდათ არჩილ მალაყბაძე, მხატვარი, აჭარის ხელოვნების მუზეუმის
რესტავრატორი, წარმატებები და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ტელემოყოლებას მშვიდობებით რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით. ძველი ქალაქის გულში აუცილებლად ეწვიეთ ხელოვნების მუზეუმს, გალერეას და ძალიან ბევრ საინტერესო ფერწერულ ნამუშევარს ნახავთ. ნებისმიერი ასაკისთვის, ბავშვობიდან დაწყებული, ბებოებით დამთავრებული, ყველასთვის იქნება საინტერესო რა, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ყოველთვის მათი გამოფენა. განსაკუთრებით ეს თანამედროვე ხელოვნება, განსაკუთრებით თანამედროვე მხატვრები, რომლებიც არ გვაკლებენ ფუფუნებას, რომ სხვადასხვა ნამუშევრები გამოფინონ და ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, მუზეუმის დირექციაც აძლევს. მადლობა მათ ამისთვის. თუმცა კიდევ ერთი მხატვრის კივრსში უნდა შევიხედოთ და ძალიან საინტერესო ნივთები უნდა დავათვალიეროთ მე როგორც საყვარლესი, ქალბატონი ნინო წლების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმს დასტრიალებდა და თავის მზრუნველობას არაკლებდა რუბრიკას კივრი მხატვარ ნინო ნიჟარაძეს ეწვია, რომელსაც გარდა უამრავი ფერწერული ნამუშევრისა არაერთი ღირებული და საინტერესო ისტორიის მატარებელი სხვადასხვა ნივთი აქვს, აქ არის როიალი, მეუღლის ნაჩუქარი, ფისჰარმონია და სხვა ნივთი, ასე რომ შევიხედოთ. ნამდვილად იპყრობს დიდ ყურადღებას და გადამღებით ჯგუფისთვის იმდენად მრავალფეროვანი იყო ეს ყველაფერი, რამდენიმე სამორჩევა რთული აღმოჩნდა, თუმცა რაც გამოარჩიეს, ვფიქრობ თქვენს ყურადღება ღირს და სიუჟეტი ისევე საინტერესო იქნება თქვენთვის, როგორც ჩვენ. მაშინ ჩვენც დავათვალიეროთ. თითოეული ნივთი, რომელსაც ადამიანი ინახავს, მისი ცხოვრების პატარა მუზეუმია. კოლექცია საკმაოდ დიდია და ყველას აქვს თავისი ისტორია, მაგრამ ის მინდა გითხრათ, რომ თქვენს რუბრიკაში, რომელიც ეხება ნივთებს და საგნებს, არა ვართ ჩვენ საერთოდ ის კოლექციონერები, რომლებიც რაღაცა ჟინით უბრალოდ აგროვებენ ნივთებს. ყოველი ნივთი არის ან დასახატად, ან რაღაც კოლაჟში გამოსაყენებლად და ასე შემდეგ. თუნდაც ეს საათი როა, საათად აღარ ვარგოდა. ამიტომ ჩავაკარე შიგ ჩემი ძველი მინიატურული სურათი, რომელიც ძალიან მიყვარს. რამდენი წელია მოქცეული ამ ნამუშევრებში? 13 წლიდან დავიწყე ხატვა. დაახლოებით 65. ხცოვანი მხატვარი ვარ. მაგალითად აი ამ სურათის უკან არის ერთი უნიკალური საკერავი მანქანა. რომ იყოს საქალაქო მუზეუმი, ძალიან ბევრ ნივთს გადავცემდი, მაგრამ ასეთი მუზეუმი არ არის. და სხვა მუზეუმებისთვის არ მემეტება ჩემი ნივთები. რას გრძნობთ, როდესაც აი ამ სივრცეში ატარებთ დროის უმეტეს ნაწილს? ყოველი მათგანი გვაგონებს იმ ადამიანებს, მეგობრებს, ნათესავებს, ან ნაჩუქრობა არის, ან მემკვიდრეობით გადმოცემული, ვერ დავარქვე უსულოს. მე ამათ ველაპარაკები კიდევაც, აი ხო დღეს მაგალითად ისეთი გაურკვეველი ამინდია არანათებს მზე. მზის განათებაზე ესენი სულ ყველა იცვლიან ელფერს, იერს და ძალიან მხიარულები არიან. აი ყველა საგანი, რომელიც აქ არის. თქვენ ახსენეთ დასაწყისში, რომ ბევრი ნივთი არის მემკვიდრეობით გადმოცემული და არის ეს როიალიც მათ შორის. როიალი. ვიყავი 6 წლის, როცა დედამ შეიძინა, გადაწყვიტა რომ მუსიკა უნდა შევისწავლო და იყო ასეთი ბათუმში ყველასთვის ნაცნობი გამწყობი სპეციალისტი ერნესტ კარლოვიჩ კიაო. იმან აყიდინა ხცოვანი მუსიკის მასწავლებელისგან. ალბათ 100 წელი იმასთან იყო და ეხლა გამოდის რომ ჩვენთან არის 74 წელი. გაზაფხულობით მოდიოდა ხოლმე ერნესტ კარლოვიჩი რომ ნესტიან ბათუმში ამას ყოველთვის შეხედვა უნდა რომ აწყობდა და მე იწყებდა რაღაცას დაკვრას შევძლებოდი ამის ქვეშ და აქ იცით როგორ ისმის აი როიალი ისმის რაღაცა აბობოქრებული რაღაცა ორკესტრის ჟღერადობა აქვს და ეს მომწონდა. ასევე საინტერესოა აი ეს მუსიკალური საკრავები. ეს ნაპოვნია.
ნაგავსაყრელზე? ნაგავსაყრელზე იდო ზემოდან ძალიან ლამაზად და წამოვიღე და მე მონაწილეობდა ბავშვთა სპექტაკლებში, თეატრში, არ ვიცი სადა ძალიან დატვირთული იყო. ეს კლარნეტია, არ მახსოვს საიდან და აი ეს არის განსაკუთრებული ინსტრუმენტი, რომელსაც თავი აკლია, მაგრამ დასახატად მაჩუქეს სადღაც სოფელში, გურიაში ერთმა უცნობმა თვითნასწავლა მხატვარმა ვიფიქრე ვაიმე მე ამას როგორ დავხატავ და რომ ჩამოვიტანე ბესოს ვაჩუქე. დახატა ფერწერული ტილო, რომელიც გამოფენილი იყო ხელოვნების მუზეუმში, ახლა არ მახსოვს არის თუ არა. და ვინც მოდიოდა ყველა უღებდა, მერე დაიბეჭდა და მოთხოვნა იყო, რომ ეს დაბეჭდილი ღია ბარათები გავრცელებულიყო. არ არის ესეთი ქალი ბათუმში, რომელსაც მეუღლე ჩუქნიდეს ფიზგარმონიას. ახლა ზოგიერთმა შეიძლება თქვას რა თმინდა ფიზგარმონია, მაგრამ მაშინ აი ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო. ცოტა გარმონიკას გავს, ცოტა ორგანს და ბავშვებს ვარცოდით, სანამ პატარები იყვნენ. რაც უფრო ძველია ნივთი, მით უფრო მეტი იდუმალება ახლავს მას. და ერთ-ერთი ასეთი იდუმალი ჯადოსნური უჯრა ამ ფიზგარმონიის პიუპიტრის მიღმა. აქ ინახება ძალიან ძველი წერილები და რაც თავარია ერთი გამოხუნებული რეპსის რეჯიკული. ეს 53 წლის წინათ საჩუქრად მივიღე ქორწინების სასახლეში რომ მივდიოდით ხელს მოსაწერად. შიგნით აქვს აბრეშუმის სარჩული, ვინც მაჩუქა, ქალბატონმა ტატა მითხრა რომ ხელი მოაწერინეო იქ ყოფებსო და არის ესეთი ავტოგრაფებით სავსე. მე ვფიქრობ ეს რამდენიმე ნივთი კი არა, მთლიანად ქალბატონ ნინოს სახლი, მთლიანად შეიძლება უწოდოთ მას სკივრი, რომელიც არაჩვეულებრივ სახელოსნო სკივრი, რომელიც არაჩვეულებრივ ნივთებს იწევს. ძალიან კარგი, მოკლედ კიდევ გაგვანებიერებს მილანო ამ რუბრიკით, რუბრიკას სკივრი კიდევ ბევრ საინტერესო რესპონდენტს ჩაიწერს. ახლა კი ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი. კაბუკის სინდრომი, იშვიათი გენეტიკური დაავადება გახლავთ და გეტყვით რომ საკმაოდ საინტერესოა და იშვიათი დაავადებაა. კაბუკის სინდრომი გენეტიკური დაავადება, რომელსაც განსაკუთრებული სახის თავისებურებები ახასიათებს, ფიზიკური დეფექტები, განვითარებისა და ინტელექტუალური სირთულეები. კაბუკის სინდრომი პირველად იაპონიაში აღწერეს. ეს სინდრომი საკმაოდ იშვიათად ვლინდება, როგორც გითხარით, თუმცა მასზე ინფორმირებულობა და ცოდნის გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ქალბატონი მარინა ნაგერვაძე ისაუბრებს დილის ტალღის პირდაპირ ეთერში. დილომშვიდობისა, ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოდით დავიწყოთ, რა არის კაბუკის სინდრომი და რამდენად გავრცელებულია იგი ჩვენს ირგვლივ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ძალიან იშვიათი დაავადება, უიშვიათესი, იმიტომ რომ მისი გავრცელების სიხშირე მსოფლიო პოპულაციებში 32,000-დან 96,000-დან ერთ შემთხვევაში ვლინდება აღნიშნული დაავადება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინფორმირებულობა ნამდვილად საჭიროა და საინტერესოა, რომ დღევანდელი დღე მიუძღვენით ამ საკითხის უფრო გაშლას. აღნიშნული დაავადება გენეტიკური დარღვევაა, რადგანაც გარკვეული გენეტიკური მუტაციები ვლინდება კონკრეტულ გენებში, რომელიც ავლენს თავის გამოვლინებას, ანუ ვლინდება გარკვეული მულტიკომპლექსური დაავადების სახით და მულტიკომპლექსური, იმიტომ რომ უცოტყოფნის პერიოდში, როცა აღნიშნული მუტაციის მქონე ემბრიონი ვითარდება, მას პარალელურად აქვს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დარღვევები. აქ ჩართულია როგორც ნეიროლოგიური პრობლემები, ასევე
საჭიროებრივი სისტემების პრობლემები აქვს აღნიშნულ ბავშვებს, სპეციფიკური სახის მოყვანილობა, ძვალკუნთოვანი სისტემის პრობლემები, ერთი სიტყვით სინდრომი ყოფნის დროს ჩანს. ანუ ეს ემბრიონის რაც შეეხება მანიფესტაციას, საერთოდ დაავადებების გამოვლინებას თავისი ასაკი გააჩნია. რა თქმა უნდა, ემბრიონალური განვითარების პროცესში იწყება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარკვეული გენი, რომელიც ამ დროს მუტირებულია, ასინთეზირებს კონკრეტულ ცილას, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ორგანოების ჩამოყალიბებაზე. თუმცა გარეგნულად ეს დაავადებები უფრო მკვეთრი და თვალში დაავადების სიმპტომები უფრო მკვეთრი და თვალში საცემი ხდება უკვე ადრეული ბავშვობის პერიოდში. თუმცა არის გარკვეული ნიშნები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ეჭვი მივიტანოთ აღნიშნულ დაავადებაზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო მეტად ჩანს ეს ნიშნები, იმიტომ რომ გონებრივ ჩამორჩენილებასთან ასოცირდება, განვითარების დეფექტები აქვს. აი მაგალითად ასეთ ბავშვებს აქვთ პოსტნატალური, ანუ დაბადების შემდგომ ჯუჯაობა, აქვთ ხერხემლის დეფორმაცია, სიმაღლეში ნაკლებად იზრდებიან, ასევე აქვთ სკოლიოზი, აქვთ მთელი რიგი ენდოკრინული სისტემების პრობლემები. ამიტომაც ეს კომპლექსური დარღვევაა და შეიძლება თქვათ აუტიზმის დიაგნოზი დაესვა პაციენტს, მაგრამ პარალელურად უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა მას დამატებითი სხვა დარღვევები და ეჭვი მივიტანოთ კაბუკის სინდრომზე. ხშირად არის შემთხვევები, რომ ერთი მიმართულებით ესმევა დიაგნოზი, მაგრამ კომპლექსურად არ ხდება მისი შეფასება. სინდრომი რადგანაც ქვია, საერთოდ სინდრომის მნიშვნელობა, სწორედ აქედან გამომდინარე მულტიკომპლექსურს ნიშნავს, ანუ მრავალი ორგანოთა სისტემის პათოლოგიაა ჩართული და ამიტომაც მკურნალობაც კომპლექსური უნდა იყოს. თუმცა სანამ მკურნალობამდე მივალთ, რა თქმა უნდა, დიაგნოსტირება არის მნიშვნელოვანი და არაერთი სიმპოზიუმი ტარდება, რომელსაც ექიმები ესწრებიან, პედიატრები და სხვადასხვა ექიმები, ნევროლოგები. ამ შემთხვევაში ვისია უფრო მეტი დატვირთვა? პედიატრი უნდა მიხვდეს იქ ნევროლოგიური გამოკვლევა, როდესაც ტარდება თუ როდის, როდის უნდა მიხვდეთ და ვისია პასუხისმგებლობა, რომ არ გამოგვეპაროს მშობლებს, იმიტომ რომ საკმაოდ ახალია ეს დაავადება, ეს სახელწოდებაც როგორც ვიცი, კაბუკის სინდრომიც რამდენიმე წლის წინ დაერქვა ასე და მოკლედ რო გითხრათ, ვინ უნდა გამოავლინოს? კარგი შეკითხვაა ნამდვილად, კაბუკის სინდრომი ახალი დაავადება არ არის, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალად დიაგნოსტირდა. და შესაბამისად სახელწოდება დაერქვა 1991 წელს იაპონელმა ექიმმა აღწერა პირველად. და შემდგომ 1999 წელს იაპონელმა მეცნიერმა 62 შემთხვევა აღწერა. და რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ამ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი იაპონური მოსახლეობისთვის იყო დამახასიათებელი და ჩათვალეს, რომ მაინც და მაინც იაპონელ მოსახლეობასაც, მაგრამ აღმოჩნდა შემდგომ უფრო მეტად გაიზარდა ცნობადობა ამ საკითხთან დაკავშირებით და შესწავლილი იქნა, რომ პანეთნიკურია, ანუ არ არის რაიმე ეთნოსზე დამოკიდებული და კონკრეტულ გეოგრაფიულ სარტყელზე დამოკიდებული, იმიტომ რომ აღმოჩენილი იქნა სხვა კონტინენტის სხვა ნაწილებშიც. რაც შეეხება თვითონ დაავადების აღმოჩენას, კაბუკიც ახლა რამდენიმე წინადადებას ვიტყვი ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით. კაბუკი იცით ალბათ, იაპონიის ტრადიციული თეატრია და სპეციალური გრიმი აქვს ამ მსახიობებს და სახელწოდებაც აქედან მოდის, იმიტომ რომ სპეციფიკური სახის გამომეტყველება აქვს და ამ გრიმის შესაბამისად წაგრძელებული თვალის ჭრილი, ქუთუთოების სპეციფიკა, ფორმა, ცხვირის განსხვავებული აქვს, ყურები წინ წამოწეული და გრძელი ყურები აქვს, ნიკაპი მოკლე, თითის ფალანგებიც განსხვავებული აქვს, ანუ თითები დამოკლებული აქვს. ეს კლინიკურად გამოვლენილი ნიშნები ადამიანიდან ადამიანზე ვარირებს, ანუ შეიძლება ერთი და იგივე პათოგენეზის მქონე ადამიანს სხვადასხვა სიმპტომატიკა ჰქონდეს და ამიტომაც დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. ვინ უნდა დააფიქსიროს პირველმა, ვისზე მოდის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში პრენატალური დიაგნოსტირება გვჭირდება, პრენატალური მუცლადყოფნის პერიოდია. განსაკუთრებით თუ ოჯახს აქვს მსგავსი ისტორია ან ოჯახში რომელიმე ნათესავს ან მშობელს აქვს მსგავსი სიმპტომატიკა და დადასტურებული
აქვს კონკრეტული დიაგნოზი, პრენატალურ პერიოდში შესაძლებელია ემბრიონის გენეტიკური კუთვნილება განსაზღვროთ, ან უფრო წინ წავედით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება არსებობს. ასეთი დატვირთული ოჯახის მქონე წყვილები ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ და ბლასტოცისტი, სანამ ემბრიონი გადაიტანება საშვილოსნოში, მანამ დადგინდება აქვს თუ არა მუტირებული გენი, რომელიც ასოცირებულია ამ კონკრეტულ დაავადებას და ეს პრევენციას უწყობს ხელს. თუმცა სირთულე მაინც იმაში მდგომარეობს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა 80%-ში მშობლები კლინიკურად ჯამთელები არიან და ბავშვებს უვლინდებათ ეს დაავადება. ანუ წინასწარ ამის პრევენციას აქედან გამომდინარე ვერ მოახდენ. ანუ არ არის ყოველთვის გენეტიკური. გენეტიკური კი არის, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული დენოვო მუტაცია, ახალი მუტაცია ვლინდება სასქესო უჯრედების ჩამოყალიბების პროცესში და გენეტიკურად ჯამთელი მშობლები შეიძლება ასეთ ემბრიონს ატარებენ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს, მინდა ბევრი კითხვა დაგისვა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია საქართველოში რამდენად არის გავრცელებული და ანუ აღმოჩენის შემდგომ თუ არის რაიმე რეაბილიტაციო, თუ თქვა რაღაცა ორგანიზაციები, ვინც ამ ყველაფერში მშობელს დაეხმარება, რომ სინდრომი რაღაცნაირად უფრო გამოვლინდეს და უკვე მასზე მუშაობა რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, სამწუხაროდ არ იძებნება გარკვეული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. არც რაიმე სტატისტიკა არ გვაქვს სამწუხაროდ, ჯერ ერთი რომ პოპულაცია პატარაა, ქართული პოპულაცია და ისედაც იშვიათია ეს გავრცელების სიხშირე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ შეიძლება იყოს მსგავსი სინდრომის მქონე ადამიანი. თუმცა როგორც აღნიშნეთ, იმდენად კომპლექსურია ეს დაავადება, შეიძლება აუტიზმის სპექტრით მკურნალობს, ან სხვა დაავადებების სახელწოდებით მკურნალობს პაციენტი და სულაც არ აქვს დიაგნოსტირებული კაბუკის სინდრომი. ამიტომაც აქ კომპლექსური მიდგომა, აი წინა შეკითხვას გავაგრძელებდი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო, როცა პედიატრი აღმოაჩენს რაღაცა, თქვათ, პათოლოგიას, ის კავშირში უნდა იყოს, თქვათ, შესაბამის სხვა დარგის სპეციალისტებთან, ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჩნდება, იმუნური პრობლემები ჩნდება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო და საბოლოო ჯამში სიმპტომებს თუ დავინახავთ, ანუ დისმორფული სახე, სხვა სიმპტომები, რაც ახასიათებს აღნიშნულ, თქვათ, ბავშვს აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ გენეტიკური ტესტირება. ორი მნიშვნელოვანი გენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ აქაც სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კლინიკურად დადასტურებული ფენოტიპურად გამოვლენილი ნიშნების მქონე ადამიანების 80%-ში გენეტიკური ტესტი უარყოფითია. განვითარების მხრივ როგორ არის და როგორ ეტყობათ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში კაბუკის მქონე? აი როგორც აღნიშნეთ, რაც უფრო იზრდება, მით უფრო მკვეთრდება ეს სიმპტომები. შეიძლება ახალდაბადებულობის ასაკში იმდენად მკვეთრად არ იყოს გამოხატული, განსაკუთრებით სირთულეები ჩნდება აი განვითარების ადრეულ ეტაპზე, იმიტომ რომ ბავშვებს აქვთ ჩამორჩენას და განვითარებაში გონებრივი შესაძლებლობა ძალიან უჭირთ მეტყველებას გვიან იწყებს, ასევე ძალიან უჭირთ დასწავლა, ახალი ცნებების დამახსოვრება, გარემოსთან ადაპტირება, ასევე ძალიან საინტერესოა სტომატოლოგების ჩართვა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თანკბილად სპეციფიკური აქვს, ზოგიერთი კბილი არც კი ამოსდით და ამიტომ კომპლექსური მიდგომები, პრევენცია, კომპლექსური მიდგომებით შესაძლებელია დაავადების სიმპტომატიკა შევამციროთ. სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით და უცებად უნდა მივიღოთ ყურადღება, ყურადღების ქვეშ ვიყონიო. ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე მარია და სალომე ვიყავით სტუდიაში, საინფორმაციო გამოშვებას გიტოვებთ.